ჩვენი მომდევნო სტუმარიც არ არის პოლიტიკოსი, თუმცა მას პოლიტიკური გამოცდილება უფრო მეტი აქვს პარლამენტის ყოფილი წევრი. ამ შემთხვევაში ბატონი დავითი დარჩიაშვილი ჩვენ უფრო მეტად გვაინტერესებს როგორც ისტორიკოსი და რეგიონის პოლიტიკის კარგი მცოდნე. როცა კარგი მოგვიტანა. დავით, გამარჯობა. გამარჯობა. ზუსტად ნახევარი წუთით ამ მძიმე დროში მე და ჩემს სიძეს წიგნი შემოგვეწერა და ილიას უნივერსიტეტმა დაბეჭდა. ეს არის, ასე ვთქვათ, 250 წლის მიმოხილვა, რომლის განმავლობაშიც თანამედროვე აქეთ მოგვეცა ჩვენ დავინაწილეთ, თქვენ დავზრდით. სოფოს გადავცეთ კი ბატონო. მოდერნული ნაციონალიზმი როგორ ყალიბდებოდა პოლონური ანალოგის მაგალითს. ძალიან დიდი მადლობა. ვახუშტი ბაგრატიონიდან ბიძინა ივანიშვილა. ძალიან დიდი მადლობა. შუერის ჩვენ პოლონეთთანაც ბევრი რამ გვაქვს საერთო, განსაკუთრებით რუსული იმპერიული წარსულის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის და ქართველებს კიდე პოლონეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის და პოლონელების წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში, მაგრამ ახლა ამას ალაპარაკო არ ვყავხართ. მოწვეული ცხადია, ჩვენი განცდის, ჩვენი მსჯელობის ანალიზის მთავარი თემა და ფოკუსი არის საქართველოში არსებული ვითარება და მათ შორის გარკვეული სტრატეგიის ფორმირება, რომელმაც მართლობითი ჯგუფი, რომელსაც დღეს საქართველოს მიტაცებული აქვს ფაქტობრივად, რომელმაც ქვეყანა კრიზისში შეიყვანა, როგორც საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია შეუცვალა ფაქტობრივად ქვეყნის შიგნით ამყარებს ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც უახლოვდება ნელ-ნელა ძალიან ახლოს მიდის დიქტატურასთანაც. პოლიტიკური პარტიების ლიდერები ციხეში სრულიად უპრეცედენტო მოვლენა არის, მათ შორის ქართული ხაროზიანი დემოკრატიისთვისაც კი, მაგრამ ეს ყველაფერი სპეციალისტების აზრით არ არის მხოლოდ რაღაც ლოკალური მოვლენა. ჩვენთვის ლოკალურიც არის და მაგრამ არ არის მხოლოდ ლოკალური, რამდენადაც დიდი გეოპოლიტიკური ძვრების, დასავლეთის გამოღვიძების დავარქვათ ამას, რუსეთის პოზიციების შესუსტების ფონზე მიმდინარეობს და რეგიონში ისეთი ძლიერი ავტორიტარული ძალების, როგორც თუნდაც ირანი იყო. ხა ირანი პირდაპირ გავლენებით საქართველოში ვეჭვობ, რომ დიდად არ სარგებლობდა, მაგრამ თავად რეგიონში არსებული შემაკავებელი ფაქტორების გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია ისაც მოხდა, მათ შორის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი ოპერაციის შედეგების კვალობაზე. თუმცა კიდევ უფრო ახლოს მინდა მოვიწიოდოთ თქვენი სტუმრობა სუსტად ამას უკავშირდება, ეს არის სომხეთი, აზერბაიჯანი. აზერბაიჯანს ახლა იმიტომ ვახსენებ, რომ პირდაპირ გაგებით ამ ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები აზერბაიჯანის ხელისუფლების რეაქციის მიხედვით ძალიან სერიოზულობაზე მეტყველებს მათი აღშფოთების, გააუქმეს ყველა რუსულენოვანი ღონისძიება, გააუქმეს რუსეთის ოფიციალური პირის ყველა ვიზიტი, რომელიც დაგეგმილი იყო, დაიბარეს ელჩი რუსეთის და ძალიან მკაცრი ნოტა გადაცეს, ეს უკავშირდება ეკატერინბურგში, რუსეთის ფედერაციაში აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეებისადმი ძალიან სასტიკ მოპყრობას, რომლის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა საერთოდ და დაარჩენების სასტიკად კადრები ვნახევე და მე არ ვიცი ესეთ სისასტიკე ნაცემების მდგომარეობა. სომხეთში აქეთ ვითარდება ძალიან საინტერესო პროცესები. დღეს იქ იმყოფება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთა, რომელიც არ არის გზავნილი მარტო სომხეთისთვის. ფაშინიანი დღეს საღამოს ესაუბრა მაკრონმა ასევე საინტერესო განცხადება გააკეთა, რომ ის მხარს უჭერს ქვეყანაში მთავრობას, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციის წინააღმდეგ ესე ვთქვათ ნაბიჯებში. მოკლედ, სურათი ჩვენს გარშემო ძალიან საინტერესო არის და ზოგს მიაჩნია და გონია, რომ სომხეთმა და საქართველომ ადგილები გაცვალეს აი ამ პოლიტიკური გავლენების თვალსაზრისით. თქვენ რამდენ დააკავშირებდით ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებს აი ამ რეგიონალურ კონტექსტთან? კი გიორგი, ბუნებრივია პატარა ქვეყნებისთვის განსაკუთრებით შიდა და საგარეო პოლიტიკა პრინციპში გადაჯაჭვულია ერთმანეთს განაპირობებს და ის როგორც ჩამოაყალიბე კითხვა პრინციპში ძალიან რელევანტურად ხდის იმას, რომ მაინც და მაინც ეს წიგნი წამოვიღე დღეს, იმიტომ რომ ერთ-ერთი პრობლემა, რაც აი ქართულ ნაციონალურ იდეას დღეს განსაკუთრებით ახასიათებს, არის სწორედ რეგიონალური კონტექსტის გაუაზრებლობა და ამ კონტექსტში საკუთარი ადგილის ვერ პოვნა. აი რითაც ამის მცდელობები სულ იყო ძალიან საინტერესო
თქვათ ეტაპი იყო აი ამ კუთხით ქართული ეროვნული იდეის საგარეო პოლიტიკური განზომილების ჩამოყალიბების კუთხით ის პირველი რესპუბლიკა 18-21 წლები მერე ამის მცდელობები სულ იყო შევარდნაძის დროსაც და სააკაშვილის დროსაც და ეხლა ყველაფერი რაღაცნაირად აი გაბუნდოვანდა ამ კუთხითაც. არა და ნუ ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აი წმინდა სტრატეგიული კალკულაციების თვალსაზრისით რომ გათვალო რა ძალებია და აბა ასე ვთქვათ მატერიალური რესურსების მიხედვით სად რა გაწყობს, არამედ იმის თვალსაზრისითაც, რასაც აი გეოკულტურას ეძახიან, ანუ რომ გარკვეულ ტერიტორიაზე გარკვეულ ღირებულებათა და ნორმათა პრიმატი უნდა იგრძნობოდეს და ამის მიხედვით არჩევდეს შენს რაღაცა სასურველ სამეზობლოს პარტნიორებას რეგიონში შენ ადგილს თუ პოზიციონირებას და აი ამ ხრივ ჩვენ თუ დღეში ვართ და ნამდვილად აი ჩანაცვლება ხდება საქართველოსი სომხეთით ამ თვალსაზრისით იმიტომ რომ აი ევროპულ გეოკულტურას დღეს განასახიერებს სომხეთი და აი ეს ურთიერთობებიც ევროკავშირის წარმომადგენლების რეაქციები და ვიზიტები ამაზე მიუთითებს. რა თქმა უნდა ეს არის ურთულესი პროცესი, რა თქმა უნდა ამას უპირისპირდება დიდი ძალა, მაგრამ ეს დიდი ძალა ჩრდილოეთის სახით, ხო? კავკასიაში კარგავდა თავის პოზიციებს და ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდებოდა ყარაბაღის მეორე ომის დროსაც, მაშინ ხშირი იყო კამათი, რომ თითქოს ამით მაინც რუსეთი სარგებლობს. მე მიმაჩნდა, რომ პირიქით რუსეთის პოზიციები სუსტდებოდა მიუხედავად იმისა, რომ დროებით რაღაცა სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების უფლება მიეცა. იმათაც ჯერაც ერთი აზერბაიჯანი ხდება სრულიად დამოუკიდებელი მოთამაშე და პრინციპში რეგიონალური რაღაცა ლიდერი და მეორეს მხრივ სომხეთი ნუ აშკარად უკვე გათავისუფლდა იმ კომპლექსებისაგან და ეხლა ჯერ ხო ფონზე კიდევ პლუს ირანის დასუსტებაც რაც ასევე მიმდინარე პროცესია და არ ვიცით კიდევ როდის შეიძლება კრიზისული მოვლენები განმეორდეს, რისკები მაღალია, მაგრამ აი ზოგადი ტენდენცია ის არის, რომ აქ შესაძლებელი ხდება ისევ და ისევ თქვათ აი ევროპულ პროექტებზე ფიქრი. მაგრამ ნუ ამ დროს ჩვენ ვართ ყველაზე რთულ პოზიციაში, ყველაზე მოუმზადებლები აი ამ შანსების. აქამდე ასე ჩანდა, მე არ გულისხმობ ივანიშვილის მმართველობის პერიოდს, აქამდე ასე ჩანდა, რომ ვიდრე სომხეთში ბოლომდე განიხიბლებოდნენ, ასე ვთქვათ, რუსეთით. ვინც იქ პროდასავლურად იყო განწყობილი და ვინც ასე ფიქრობდა, მისთვის საქართველოს იყო შანსიც, ფანჯარაც საქართველოსთან ყოფილიყო მობმული რაღაც თვალსაზრისით, იმიტომ რომ გარკვეული პერიოდის წინ მათთვის თურქეთის ნაწილი მთლიანად ჩახურული იყო, აზერბაიჯანთან ესეთი მდგომარეობა ჰქონდა, ირანისკენ გზა ეს არ არის დასავლური გზა. ახლა სიტუაცია სხვანაირია, როცა შეგვეძლო რომ ორივე ერთად ყოფილიყავით ძალიან ძლიერი და ევროპისკენ სვლა უფრო გაადვილდებოდა, ასე ვთქვათ. ახლა საქართველოს რა პერსპექტივა რჩება? როდესაც სომხეთისადმი ასეთი დიდი ყურადღება, როდესაც თურქეთთან სხვა ურთიერთობები იწყება, აზერბაიჯანთანაც რაღაც სხვა ეტაპზე გადავიდა, ის საქართველოს ადგილი, როლი ახლა რომელიც მას ბიძინა ივანიშვილმა მას მოუძებნა და საზოგადოებამ რა შეიძლება მიიღოს საბოლოო ჯამში აქედან. შეიძლება ხო ეს პრინციპში მაინც ქართული საზოგადოების გადასაწყვეტია, როგორ გაანალიზებს, როგორ გაუკეთებს რევიზიას აი მცვალებად გეოპოლიტიკურ თუ გეოკულტურულ გარემოს და მაგრამ ის რომ სომხეთში თუ კი წარმატებული აღმოჩნდა დემოკრატიის კონსოლიდაცია და პრინციპში პროევროპული ვექტორი გაძლიერდა სომხეთში, ესეც ნუ ჯერჯერობით აი მიმდინარე პროცესია, იმიტომ რომ არ დაგვავიწყდეს გიუმრიში სომხური რუსული ბაზა, რუსეთის სპეცსამსახურების გავლენა ძალიან მაღალია, ბიზნეს პრინციპში აკონტროლებს რუსეთი, მაგრამ აი გაჩნდა უცებ ნება, პოლიტიკური ნება, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს და როგორც თავის დროზე მე მახსოვს სერჟ სარკისიანის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც კი საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციაში და ნატოსთან დაახლოებაში აღიქმებოდა ძალიან პოზიტიურად.
ხო, ანუ მათთვის ჩვენ ვიყავით რაღაც იმედი, რომ თუ აქ შემოვიდა ევროკავშირი და ნატო, ნუ მაშინ ნამდვილად შეიძლება სომხეთს ბევრად უფრო წელგამართული იყოს აი ამ რუსეთთან ურთიერთობებში, ხო? და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია თურქეთთან გახსნილობა, ხო? ეს ჩიხურობა განაპირობებდა რუსეთთან ასეთ მასშტაბურ დამოკიდებულებას. ხო, თურქეთთან გახსნილობის შანსი გაჩნდა ამ ყარაბაღის პრობლემის absolut შეიცვალა ეს მოცემულობა. ახლა დღეს ვერ მოვასწარი, მაგრამ დროებაში კი ვისაუბრეთ ამ თემაზე, მაგრამ შემდეგ დროებაში მინდა ვაჩვენო ფაშინიანის გამოსვლის ნაწყვეტი, მაგალითად მოყავს ავტობანზე რომ მანქანა დაარტყავს ადამიანს და რუდგება და კიდევ იგივე ადგილას რუდგებაო რა. ამას ამსგავსებდა სომხეთის პოზიციას დეკადების განმავლობაში, ხო და რო ვიკითხეო, ნუ აქცენტი გარკვეული ასოციაციურად რო აი ერდოგანს ან ამათ ვკითხო რომ აი რა გინდათ ჩვენგან და გზა გვინდაო ანუ ასე ვთქვათ თურანის კონცეფციის ფარგლებს დავარქოთ ასე თურქული სამყაროს შორის კომუნიკაციის ნაწილში და იარონ და თან იმ გარკვეული გაგებით ამით გარკვეული სარგებელიც ნახოს ამ ქვეყანამ ხო ეს ახლა ჩვენთვის ერთის მხრივ ძალიან საინტერესო და პოზიტიური პროცესებია მათ შორის აზერბაიჯანის იქნება ის თუ ამათ შორის გრძელვადიანი სამშვიდობო გარანტიების ჩამოყალიბების თუმცა თავისთავად ცხადია საქართველოს ექსკლუზიურობას რასაც აი ამ კონფლიქტის მუდმივი ტემპერატურა ძენდა საქართველოს უკარგავს თუმცა შეუძლია გაცილებით უფრო დიდი რამე მოიგოს თუ კი რეგიონი მთლიანობაში იქცა უფრო მშვიდობიან სივრცეთ ასე ვთქვათ ხო სხვა შორის ამაზე სააკაშვილიც საუბრობდა აი ბოლო ჩართვა რაც ჰქონდა არ ვიცი რამდენად გავიდა ეს უკვე საინფორმაციოებში მაგრამ ეს არ არის არც თუნდაც მარტო სააკაშვილის ხედვა და იდეა მოყოლებული ზვიად გამსახურდიადან საქართველოს აი ამ პროცესში საერთო კავკასიური არაერთიანი სახელმწიფოს ან რაიმე მაგის მსგავსის მაგრამ როგორც ერთიანი სივრცის იდეა ყოველთვის იყო ქართული პოლიტიკური აზრის ლიდერების თავში ტრიალებდა ასე ვთქვათ ხო და ნუ ეხლა აღმოჩნდა მდგომარეობაში როცა უბრალოდ აუთსაიდერები კი არა ვართ არამედ ვართ ვიღაცის დანამატი აი ამ რეგიონალურ პოლიტიკაში ხო რაც სრულიად აი ზედმეტად კაცრად ხო არ აღწერა რაღაც ანაქრონისტული ვითარებაა შექმნილი ამ ხელისუფლების რაღაცა კაპრიზების გამო, რბილად რო. კაპრიზებია მარტო, ანუ შენ მიგაჩნია რომ ეს მათი კაპრიზების ბრალია და არასწორი ხედვების თუ იმდენად გავლენის ქვეშ არიან, რომ უბრალოდ დამოუკიდებლები აღარ არიან თუნდაც ამ ტიპის გადაწყვეტილებას. მე არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთმა მათგანმა, ვინც დღეს მმართველ ელიტას წარმოადგენს, ეს გავლენები გაითავისა იმდენად, რომ თავის კაპრიზადაც აქცია. ამის თქმა მინდოდა მხოლოდ აქ ორივეა. ანუ შინაგანი მზაობა მათთვის აი იყვნენ იმ მდგომარეობაში და საქართველოს ამყოფონ რაშიც ნელ-ნელა ვექცევით და პლუს ნუ რუსეთიდან ზეწოლა ეგ რა თქმა უნდა მოცემულობა არის. მაგრამ აი დავამთავრებდი იმას რომ როგორც სომხეთისთვის ჩვენ განვიხილებოდით იმედად რომ ეს შეცვლის ბალანსს და სომხეთს მეტ შანსს მიცევს მანევრირებისას ასევე სომხეთი განიხილება ჩვენთვის იმედად. რომ თუ სომხეთში რაღაცნაირად მოხდა კონსოლიდირება, იქ გაისად არჩევნებია, ეხლა ძალიან რთული პრობლემა არის ეკლესიის და ახლა წდება იმ არჩევნების ბედი. ხო, ნამდვილად მასე არის, ეკლესიასთან დაპირისპირება კონკრეტულ მღვდელმთავრებთან, ეს ყველაფერი როგორ წარიმართება, ნუ ნახავთ ყველანი, მაგრამ თუ მოხდა ამ ყველაფრის დემოკრატიის სასარგებლოდ გადაწყვეტა, ნუ მაშინ ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის ზურგია. ჩვენთვის იმედია. ის პროცესები, რომელიც ახლა საქართველოში მიდის, საითაც მიყავს ქართულ ოცნებას ახლა ქვეყანა და საითაც შეტრიალებულია, ასე ვთქვათ, ამ ქვეყნის საჭეს, გასაგები ეს ნამდვილად არ არის დასავლეთისკენ. რა შანსებს ხედავთ, რომ ამას შეიძლება საზოგადოება მოერიოს? თელ იმ კონტექსტში, რომელსაც ახლა აღწერდით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ბუნებრივია უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყნისთვის აქვს მნიშვნელობა. აი მიმდინარე პროცესი, რომელიც გვაქვს. მაგალითად, ავიღოთ შეგვიძლია ძალიან შორიდან, მაგრამ აი 28 ნოემბრიდან თუნდაც, როდესაც ეს ცნობილი განცხადება გაკეთდა, დღევანდელ დღემდე. აი სად იმყოფება ახლა ეს ქვეყანა და რა შანსები რჩება მას რომ მოერიოს ამ ყველაფერს. აი მე უსმენდი თქვენს წინასწარმეტთან საუბარს და ვეთანხმები გიას, რომ ნუ რაღაცნაირად აი ფრუსტრირების ეტაპია საზოგადოებაშიც იგრძნობა, ვთქვათ, აქციის მონაწილეთა რაოდენობაშიც იგრძნობა, აი დღეს
ნუ იყო ხალხი, მაგრამ იმდენი არა, რამდენიც სასურველი იქნებოდა რომ ყოფილიყო და თვითონ მართლ კი არა და ოპოზიციურ სპექტრშიც არ არის თანხმობა, ხო, ბევრ ამაზე და აი ეს თითქოს არა ვარ საუკეთესო ფორმაში იმ ცვლილებებისათვის, რაც მოსალოდნელია იმ ახალი შანსებისთვის, რაც ჩდება, მაგრამ ეს შანსები გეოპოლიტიკური, გეოკულტურული მე იმედს მაძლევს, რომ ეს სტიმულს მიცემს საზოგადოებრივ აქტივობას, გაცნობიერებას. თუ სომხეთში სიტუაცია დაალაგდა და კონსოლიდირდა ფაშინიანის ხელისუფლება, თუ აზერბაიჯანთან და თურქეთთან დამყარდა სომხეთის ისეთი ურთიერთობები, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონალურ ინტეგრაციას ამა თუ იმ ფორმით და აზერბაიჯანი და თურქეთი ნათლად გამოხატავენ სურვილს, რომ სომხეთში იყოს პროევროპული დემოკრატია და პრობლემები არ შეუქმნან აი ამ პროცესის განვითარებას, იმიტომ რომ ბოლომდე ესეც ნათელი არ არის. ისევ არ ეწერება ხელი სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. აზერბაიჯანი ითხოვს სომხეთისგან ისეთ რაღაცას კონსტიტუციაში ცვლილებებს, რაც ნუ მარტივი არ არის. გასაგებია აზერბაიჯანის мотиваცია, მაგრამ ასევე გასაგებია სირთულე, რაც აი არჩევნების წინ პაშინიანს ექმნება ამ ნაბიჯზე თუ წავიდა. აი ეს ყველაფერი თუ უფრო გახდა ბევრად უფრო კოოპერატიული ამ ქვეყნებს შორის და თუ კი აზერბაიჯანი და თურქეთი ნათლად გამოხატავენ, რომ მათ პროევროპული სომხეთი ძალიანაც მოსწონთ როგორც პარტნიორი და შესაბამისად ევროკავშირის წარმომადგენლობა ამ სამხრეთ კავკასიაში გაიზარდა, ნუ მაშინ კიდე უფრო არადეკვატური ხდება საქართველოს, ის უკვე იზოლირებული ხდება ნელ-ნელა თავისი უშუალო აი ამ რეგიონულ კონტექსტზე ჩვენი კიდევ ერთი მეზობელი, ასე ვთქვათ, საზღვაო მეზობელი, უკრაინა, რომელიც ნომერი პირველი თემაა ახლა საერთოდ გლობალურ პოლიტიკაში. ეს რა გავლენას ახდენს თქვენი აზრით დღეს საქართველოზე? აი ეს ომი, რომელიც არის რუსეთსა და უკრაინას შორის, ამ რეგიონზე მისი გავლენის ხარისხი როგორია? ნუ მანდ ორი ის არის პერსპექტივა და 100%-ით თქმა, თქვათ, რომელი უფრო რეალისტურია, ცოტა ძნელია. თუ თქვათ, უკრაინას უჭირს მაგრამ უძლებს რუსეთის აგრესიას, ჩდება ესეთი ვარაუდი, რომ ხომ არ შეიძლება იგივე დონალდ ტრამპმა და მერე ევროპელებიც ამაში აიყოლიოს, გარკვეული კომპრომისების ძიება დაიწყოს სტრატეგიულ საკითხებზე რუსეთთან და აი ამ რაღაც ეგრეთ წოდებული დიალის, ანუ გარიგების ნაწილი ისიც იყოს, რომ აი რუსეთს ნაკლები პრობლემა შეექმნება, თქვა სამხრეთ კავკასიაში საქართველოსთან მიმართებაში მაინც. სხვა თუ არაფერი, ხო? ეს ერთი ვარიანტი. მეორე არის, რომ უკრაინის ეს უნარი ბრძოლისა საბოლოო ჯამში ფიტავს რუსეთს, მას არ აძლევს საშუალებას, რომ ისე აღიდგინოს იმპერია, როგორც ეს პუტინის ოცნებებშია და შესაბამისად ეს მას უქმნის პრობლემებს ყველგან მთელ პერიმეტრზე და საქართველოსთვისაც უკრაინის გამძლეობა და წარმატება საკუთარი სახელმწიფოებრიობის დაცვაში არის, ვთქვათ, საყრდენი, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესებიც რაღაცნაირად კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ და შევძლოთ მათი განხორციელება.